საქართველოში მოსახლეობა გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.704.500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10.000 კაცით მეტია. მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და დადებითი მიგრაციული სალდო. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება მოსახლეობა მათი თქმით ქვეყნიდან ყოველდღიურად თუ ამრავი ადამიანი გაედინება, რადგან ეკონომიკური სიდუხჭირე კვლავაც მთავარი გამოწვევაა. ისინი ამბობენ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რის გაზრდა შულო, რა გაზრდა? ხალხი დაცლილია, წასულია, გასულია. რა ეშველება ჯერა? ეს საკითხავი ეგ არის, რა ეშველება ქვეყანას? რატომ ფიქრობთ ასე რა? რისგან არის გამოწვეული? რისგან არის და გაჭირვების გამოიწვევით არის გამოწვეული. ყველაფერი ის გაჭირვებამ. გაჭირვებამ ის ყველაფერი. ოჯახი არ არის, რომ ერთი ადამიანი მაინც არ იყოს გასული ქვეყნიდან. იმიტომ რომ გაჭირვება ქვეყანაში არაფერი არ აყრია. მით უმეტეს ახლა წელსა გლეხობას რო ესე გაუჭირდება, გაუყინა ყველაფერი, რა ვიცი მე, რა იქნება მომავალში ვნახოთ, აბა ეს წელს რა იქნება. მთელი საქართველო დაცლილია და გაჭირვება ძალიან. რა უჭირს ხალხს? რა უჭირდა ფული არ აქვს, უმუშავრობაც არის და შივრები არიან სოფლებში ხალხი. ძალიან გაჭირვება არის. გადინება თუ არა? კი არის. მიდიან ჩვენ სოფლელების წასულები არიან ბევრი. რატომ? რატო და რო უჭერთ მაგიტომ. ვალები აქვს ბანკების ვალები. სახლი დავკარგე მეცა იპოთეკაში, ორი სახლი დავკარგე. და ბანკები მაქვს და ვეღარა მოვედი ვალებიდან. არაფერიც არ გაზრდილა, ყველა თავი ჯიბეები გაეზარდა. ჩემნაირ გაჭირებულსა არაფერი არ გაეზარდა, არც ბიზნესი და არც არაფერი. მე ვარ საწყალი, ნაყინები დამაქაიქა რომ ფული ვიშოვ. გაზრდილი კი არ არის შვილო, დამცირებული არის. სადღა ახალგაზრდები, ხალხი აქა-იქა. დაიფანტნენ. რამ გამოიწვია ხალხის? რამ გამოიწვია სიღარიბემა. მეტი არაფერი. ხარ არის ხალხი, ღარიბები არიან, აღარაფერია შვილო, საჭმელისა. იწულებული გახდნენ, დაიფანტნენ. დავჭით ბებრები ღარი. ზოგი გაზრდილია, ზოგი გასულია და თქვენი აზრით გაზრდა რამ გამოიწვია? არა გადაარეს, რა ვიცი. ხალხი გაჭირვებულია და მე მგონი გაზრდილია, მე მგონი. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ზრდა? ალბათ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ მართველ გუნდში ქართული ოცნების წევრის გელა მამუკაშვილის თქმით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი გაზრდილია, რამაც მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის პოლიტიკა მიმართულია მოსახლეობის ეკონომიკური გაუმჯობესებისკენ. აღნიშნული ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. პირველი, რა თქმა უნდა, შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა გარდაცვალებასთან შედარებით, ანუ ბუნებრივი მატება, რაც ძირითადი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რაღაცა დიდი ეკონომიკური ძვრებია ქვეყანაში და ამან შობადობის მატება და დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრა გამოიწვია, მაგრამ თუ გადავხედავთ ბოლო მონაცემებს, ისეთი ავტორიტარული საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მის მონაცემებს. ანუ იძლევა იმის საფუძვლებს ტემპებით განსაკუთრებით, სამეულელშია საქართველო როგორც შიდა მოხმარების პროდუქტით, ისე ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლებით, ეს არის სრულიად ობიექტური მონაცემები, რომელზეც არანაირი პოლიტიკური გავლენა არ არის, ასე რომ შეგვიძლია თავისუფლად ვენდოთ. რა თქმა უნდა, პრობლემა კიდევ ბევრია, განსაკუთრებით სოფლებში ადამიანების დამაგრების, ემიგრაციის მაქსიმალურად შეზღუდვის კუთხით. ეს ბუნებრივი პრობლემებია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი შემოსავლები, როგორიც არის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში, ამერიკასა და კანადაში. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მთავრობის პოლიტიკა არის ის, რომ
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები უშუალოდ შეეხოს მოსახლეობას. სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური თრიალეთთან ამბობს, რომ საქსტატის მონაცემები გაყალბებულია და მოსახლეობის სტატისტიკურ ზრდას რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინებას უკავშირებს. ერთის მხრივ საქსტატი აქვეყნებს გაყალბებულ ინფორმაციას, რომელსაც მანიპულაციების მეშვეობით ახერხებენ, რომ გააყალბონ, იმიტომ რომ საზოგადოებაზე მოახდინონ ეგრეთ წოდებული პოზიტიური გავლენა და მეორეს მხრივ სტატისტიკაში მართლაც იქნება ზრდა მოქალაქეების თვალსაზრისით, თუმცა ესენი არ იქნებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც დაბადებით ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, ესენი არიან ძირითადად ის რუსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდათ სხვა ქვეყნებში საქმიანობების განხორციელების შესაძლებლობა და მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოს ხელისუფლებაც, რომელიც რუსული პოლიტიკის გამტარებელია და რუსეთთან ცდილობს, რომ ყველანაირად ლოიალური პოლიტიკა აწარმოოს, ახდენს იმას, რომ აძლევს მოქალაქეობას რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წესით ამ ქვეყანაში არ უნდა იღებდნენ მოქალაქეობას, იმიტომ რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც დასავლეთისკენ მიდის, იცის, რომ რუსეთისგან შემოსული მოქალაქეები არის საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბევრი სხვა კომპონენტისთვის. შეგახსენებთ, რომ საქსტატის განახლებული ინფორმაციით 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 პირს მიენიჭა. აქედან პირველ პოზიციაზე რუსეთია. კერძოდ 2024 წელს მოქალაქეობა მიიღო 2361 რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ.